ერი, რომელიც საუკუნეებია ქრისტეს ჯვარს ემსახურება. ჩვენ ჯვარცმული ღმერთის მიმდევრები ვართ. ჩვენ სიმართლისთვის ჯვარცმული ღმერთის მიმდევრები ვართ. ამიტომ ყველა ვინც სიმართლის გულისთვის იტანჯება, ართმობს, ციხეშია, დევნულებაშია, ყველა არის მართლმადიდებელი. ხოლო ყველა ის ვინც კეისრისგან იღებს სარჩო საბადებელს და უფრო მეც ის სიმართლის გზაზე თუნდაც რომ უდიდესი ფორმა ქონდეს თითქოს ქრისტიანია, ის არ არის მართლმადიდებელი. მართლმადიდებლობა ზუსტად სიმართლისთვის თავდადებულობაშია, ბოროტების არ დათმობაშია, არ აღიარებაშია. როცა ცრუს არ აღიარე და მხოლოდ სიმართლით ცხოვრობ, შეიძლება პური გაკლდეს, შეიძლება საჭმელი გაკლდეს, შეიძლება ციხეში იყო, მაგრამ არ თმო და მტკიცედ გეხარ. აი ესეთები არიან დღეს სინდისის პატიმრები. ისინი რას აკეთებენ? ჩვენს ღირსებას არ თმობენ. ერი, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს ემსახურება საუკუნეებია, სიმართლისთვის ჯვარცმულ ღმერთს ემსახურება, იმას ემსახურებიან ისინი, რადგან ჩვენი ღირსება სიმართლის აღიარებაში და სიმართლის მიმდევრობაშია. ასეთია ჩვენი ერის ღირსება და მას არ აბიჯებენ გეხს. ისინი ერს სინდის უნარჩუნებენ. სინდისისთვის პატიმრები, ერის სინდისის შემნარჩუნებლები, ერის ღირსების შემნარჩუნებლები არიან. ამიტომ მათთვის სიტყვა ჯვრის შესახებ, ანუ ტანჯვის დათმენის შესახებ, ეს არის გადარჩენა. ხოლო ისინი, ვინც ტანჯველები არიან და ფიქრობენ, რომ რატომ უნდა გაწირო თავი, აგერ აიღე ბაჟი, აიღე აგერ ფული, იცხოვრე, შეეკარი მტერს, ვინც ფულს გაძლევს. ისინი დაღუპულები არიან. ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ერი ქრისტეს, ჯვარცმული ქრისტეს მიმდევარი და ჩვენ, როგორც ილია მართალია ამბობს, ბევრჯერ ვცმულ ვართ ჯვარს ქრისტეს გულისთვის. ქრისტე ჩვენი გულისთვის ეცვა, ჩვენ ქრისტეს სიმართლის, ჭეშმარიტების გულისთვის ხშირად ვეცმოდით ჯვარს, ხშირად დავითმენია და დავითმენთ კიდევ და გადავრჩებით. ღმერთმა გადაარჩინა ჩვენი ერი, ღმერთმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მიცეს ყველა სიმართლისთვის მებრძოლ ქართველს. ამინ, ამინ, ამინ.